მოგესალმებით. გამარჯობა. სანამ რამეთი დავიწყებ, ეხლა თამაშობს საქართველოს ნაკრები. რუმინეთთან, სადაც გურამკაში ატარებს თავის ბოლო მატჩს ჩვენი ნაკრების მაისურით და მინდა რომ პირველ რიგში დიდი მადლობა გადავხადო გურამკაშიას კაპიტნობისთვის, ნაკრებში მუდმივად იმ თავდადებული ბრძოლისთვის, იმ ერთგულებისთვის, რომელსაც ყოველთვის აჩვენებდა. ის როგორც ჩვენთან საქართველოში ისე საერთაშორისო სხვადასხვა მოედნებზე ის თანაავტორი არის იმ დიდი წარმატების, რაც იყო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და იქ ძალიან ღირსეულად ასპარეზობა და წარმატებას უსურვებს მის კარიერის შემდგომ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ მადლობა დიდი. ცალსახად უერთდებით ჩვენს ბაჩოს ათოს. გავუშვით აპერატივად რას ვაპირებ? ეს ჯერ გავუშვით, ჯერ ეს გავუშვით. ვიკა ბუკია, კაი ჯანდავას რადგან კოცების აქცელობაზე პოსტვა გვეგზარება, მაშინ ვიტყვი რომ კაი ჩაცმული კოცი მიანე ხავს, ყველა გოიმია, ჩაცმა არიციან. გავთიშოთ. კარგით, ეს არის ვიკა ბუკია და მიყვეთ ესე იგი რა. მე მაქვს პრეტენზია რომ ზოგადად გადამაცვია. ყველაზე ცუდად ჩაცმული კოცის არ მინდა გინება გამოდის, მაგრამ კი ბატონო, ეს არის ქალბატონი გიული. ყველაზე ცუდად ჩაცმული ქალბატონი აბა ჩალაძეს კითხე ხა როგორ არის? შეხედეთ, ხო, ჩალაძის აზრით არა, შეხედეთ, აი, ეს ძალიან საინტერესო ქალბატონია ცელოფანებით. ფეხზე. დიდი მადლობა. თან აქ კონტექსტი არის, რომ ამ დროს მომაკვდავი შვილის მოსანახულებლად. ბატონო, ეხლა კიდე ჩაგირდათ ერთი კაც. ბოდიში ეხლავე. აჰა, აი, აბატონო, აგერ ხოდ გავუშვათ. ხო, ეს არის, ეს რა არის? ეს შედევრია ძმაო. ეს რა არის? ალბათ ნიკა გვარამია იყო. ეს ყველაზე გემოვნებიანი. არა, ალბათ ნიკა გვარამია იყო. სანამ ამ ჯაგებს უყურებთ, გოლი გაგვიტანია რა კაია. არა, ალბათ გვარამია იყო და არის ადამიანი, რომელსაც სტილის შეგრძნებასთან და აი მშვენიერების მეტაფიზიკა ხო იცით რაც არის რა? აი შოპენჰაუერი, აი მშვენიერების მეტაფიზიკასთან საერთოდ ახლოს არაფერი არ. არა, კიდე მაქვს, გავუშვით თუ შეიძლება. აი ძალიან უცნაური ეს ეხა რა, ეს ძალიან ტრაგიკული არ არის. არა, ზოლიან საროჭკაზე გვარდისფერი, ზოლიან მაიკაზე გვარდისფერი საროჭკას, მაო. საოცარი ფერები შეხება. არა, მიშა განსაკუთრებით შეაფასეთ ეს ბოლო ლუკი თუ შეიძლება. აქ იმას გავს ბიჭო, ხო? პრევის ბიკლის. არა, აპოკალიფტოს. აქ გავს ტაქსი ხომ არა, აპოკალიფტოს პერსონაჟს გავს. მელ გიბსონის ფილმი რო არის. ტაქსიში რო არის. მაიას ცივილიზაცია. კი ბატონო, მადლობა დიდი. ხო, ესე არამიები აჩვენე? კი, როგორ არ ვაჩვენე? ერთი არ გიჩვენებია ეს. ფეხბურთს უყურებდი რა. ერთი არ გიჩვენებია. საროჭკა რო აცვია ვაფშე ყველა. აი ვერ მოვძებნე. თორე მაგარი საროჭკა. გაქვს მანდ. კაცრავად? არა, იდეაში ხო, ეს. ნაცისგან და ლიბერალისგან. ესა უკაცრავად, აი ეს გავუშვით შეიძლება. გოიმობის ის ჩვენზე გადმოხდა. არის ზუსტად იგივე ოპერა, როგორც ის მუდმივად რო ცდილობენ, რომ ჩვენზე თუ თანაც სწორი არა მეტი დამნაშავეები არიან, მეტი კრიმინალი აქვს, მეტი კორუფცია აქვს და ასე შემდეგ, რომელიც ვერასოდეს გემოვნებითაც რეალობასთან ვერ მოდის თანხვედრაში, მაგრამ ზუსტად იგივე ოპერა არის რა ის, რომ ნაცი და ეხა ის რო გეუბნება, რომ ეს არსებული ან ვინც შენ აჩვენე ბაქ სიფტყი და ვიბერო გეუბნება, რომ ჩაცმას უწუნებ კოცებს, იმიტომ რომ გოიმები არიან. ბიჭო, ის არ გახსოვს, მაინც ის არ გახსოვს. ას ვეჩერინკა რო ქონდათ კოსტუმირებული ერთხელ ამერიკაში კი არა გუდფელასის ესთეტიკაში თუ გეცმის თუ აი ძალაუფლების დროს ხო ძალაუფლების დროს გეგონება მე-11 კლასელი ბავშვები ძალაუფლებზე რო სიგარეტს მე-11 კლასელმა ბავშვებმა ძალაუფლება დაითრიეს მე მომწონს რომ ბუკია ჯორჯოლიანი ეს ჩვენი პროვინციული სტარები ასეთ გემოვნების წვეროლეს იპყრობენ და ის მივამატოთ რა ქვია სუარი დიდი კუსლები რო აქვს. დაიონა, ხო. აი, ეგეც ესთეტი დიდი და. თქვენ გეგონათ რომ დამავიტანთ სახელი და კი ბატონო. გავუშვათ ნანოკა ჯორჯოლიანი. იგივე თემაზე. ესეც ძალიან გემოვნებია. არა, ერთი წამი და იმ დღეს მაშინ ვნახე პოსტივიზე ხახნო გულწრფელად, ანუ რაც არ უნდა სიგიჟეთ გეჩვენებოდეთ, რასაც ყვები. განიხილავდნენ, რომ თეონას ეცვა რაღაც ზედა, არასწორად რაღაც ქვედაზე. მე ვიფიქრე, რომ მეთქი მე არ ეხა ამას არასწორად აღვიქვავ, რასაც ეხლა ეს აკეთებენ, ანუ შეხედე, ხალვა განიხილავდა. შეხედე რა, აცვიაო, ანუ სადამდე დავიდე. არის ეგ ძალიან ცნობილი. შეიძლება. ერთ რაღაცას რა, შეიძლება სულ სიგიჟეთ ჩამოვიდეთ, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან კარგია რასაც აკეთებენ. რა თქმა
უფრო მეცაც გეტყვი. ეხა ამ გადაცემასაც ვიხილავთ პოსტივით. ძალიან კარგია, რასაც მე მგონია, რომ შენმა ხელისუფლებამ საერთოდ Facebook-ი უნდა გააუქმოს. ეს იქნება იდეალური, რომ იქნებ გაბრაზებული ხალხი Facebook-ში კი აღარ დაიცალოს, ქუჩაში გამოვარდეს და დაგამხონ. აი, ჩემი აზრით, საერთოდ Facebook-ი უნდა ანუ, კაროჩი, ამათ რევოლუციურ მიზანს ხელს უშლის Facebook-ის არსებობა? პირიქით, ხელს არ უწყობს, რომ Facebook-ში უფრო ვითომ მეტნია. ანუ Facebook-ი რო არა, ესენი მიაღწევდნენ მიზანს და რევოლუცია მოხდებოდა. ჩამოყალიბდი ნანუკა, მე გავთიშო Facebook-ი თუ არ გავთიშო რა. ჩვენ ნანუკა რო ტურბო ნადუნოი გოიმია, ეგ ჩვენ ბავშვობიდან იცით, მისი ბავშვობიდან, რა თქმა უნდა. ნუ ნელა შეუერთდნენ მას ტურბო ნადუნოი გოიმები, ეს რა ქვია, მაგალი ხუსკრები დაიონა. ხო, დაიონა. არა, მე მაინც ვერ გავაანალიზე. ზოგადად საქართველოში მე მაინც ვერ ჩამოყალიბდა გოიმების თავშესაფრად. ყბის ჩამოსავარდნი რა ვთქვით დაიონაზე. დაიონაზე ჩვენ ვთქვით, რომ ფეხები აქვს დაწვრილებული ფოტოშოპით. არა, ტანსაცმელს განიხილავდნენ. მე რა პრობლემაა ტანსაცმელი შენი არჩევანია და როდესაც საჯარო სივრცეში ჩნდები, რა თქმა უნდა, ტანსაცმლით რეპრეზენტირებ სკამსა და ტანსაცმელს რას გრადაცია უნდა იყოს რა. ოპტიკური არა, ჩვენ ფერებზე გქონდა, რომ ოპტიკური ილუზია დადო იმან და რაღაცა იკარგებოდა იმაში. ნანკა კალატონიშვილის ეს სერიოზული მსახიობი შემოგვიყვება. ნანკაზე მე რაც თქვი, იმავეს უერთდები, ძალიან მაგარი რჩევა მქონდა ნანკასთვის. ნანკა უნდა გადავიდეს beauty ბლოგერობაში და მართლა დაუჯერებს ხალხი, იმიტომ რომ ყოველთვის ეგეთ სიმპათიურია როგორც იყო ხოლმე და აბა ამისგან ეგრე კი არ არის ნანკა რო აქ შენ ეზიზღებ. არა, პირიქით. სამაგერო ტვინე ამოტუმბული ისა ვაშლის სამსხალს. ლამაზია ქალი შეიძლება ვაპატიოთ. კი და რა უნდა მე რას გვამხობს და რას ეხლა ნანკამ უნდა იმას გიქნას ქვეყნის წყობა ნანკამ უნდა დაგიპროექტოს. სამაგერო შეიძლება რა საცხს იცმევ ისმევ მოусმენს ხალხი მაგაზე. გაუშვით ნანკა. არ გვინდა რა მოდი რა. არ გვინდა? პირდაპირ გადავიდეთ. არა, აქ იდაბირ ეთერიდან ეპათხოდება. ვაფშე არა კაცო, საერთოდ. მაშინ გაუშვა. ეგრე არ აღიქვას არავინ. ჩემ ძმაკაცი მინდა რომ გაუშვა. რომელი თორნიკე რაზმ? თორნიკე რაზმ. აი ნანკა შეგიწყალეთ და გაუშვით თორნიკე რაზმ. ჩემი ძმა. გულში ხარ. აი აქედანვე ვამბობ და ვისაც უნდა გაითვალისწინოს, ვისაც არ უნდა გაითვალისწინოს, მე რამე არ მითხრას. მე აი პირადად როგორც ერთი ადამიანი აღარ მივიღებ მხოლოდ იმ არგუმენტებით ბოიკოტს ოპოზიციის მხრიდან, რა არგუმენტებიც აქამდე, რა არგუმენტებსაც ვიღებდი, რა არგუმენტებზე აქამდე მე თვითონაც ვსაუბრობდი. მე მგონი გასაგებად, იმიტომ რომ მათ შორის რამდენიმე თვეში უკვე ეს პოლიტპატრონების უმრავლესობა დატოვებს კიდევაც საპყრობილეებს, მათ შორის მათი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ამ თემებზე, მაგრამ აი ეს არგუმენტი მხოლოდ რომ მაინც გააყალბებს ოცნება, ჩემთვის პირადად საკმარის აღარ იქნება იმისთვის, რომ მე ხმა ამოღებულმა ვიბრძოლო ბოიკოტისთვის. ვისაც როგორ უნდა ეხა გაიგონ შესაბამისმა ადამიანებმა. დაკარგა ბოიკოტი ძალა. პროდიუსერებმა გაგვაფრთხილონ ხოლმე. ესეთ მნიშვნელოვან განცხადებას როცა აკეთებს თორნიკე რაზმაძე. ხო, უნდა ვიცოდეთ, ეხა ესე მომზადებლები შეუქმნით. არა, ეს მართლა შოკის მომგვრელი. იცი ამაინტერესებს, ქვეყნის გარეთ რა გამოხმაურება მოყვა ამბავს. კამბოჯაში მღელვარებაა რა. რო აი ბაჩო. კამბოჯაში. მასმედია, აი მასობრივ კულტურას შეეხო ეს? კი, როგორ არა. კინოს მაგალითად. არქეტიპებს შეეხო. ხო, არქეტიპებს. ეს ტირალა? აი მე მახსოვს რონალდომ რო კოკა-კოლა გადადგა როგორც აქციების ფასმა დაიკლო, აი თორნიკე რაზმაძე ტირალაზე ამბობ. არა, აი ამ განცხადების მერე რო აღარ ვაპირებო მე უცო. ჯონ უოტერსი აპირებს Cry Babies მეორე სერიის გადაღებას ჯონ დეპის მაგრად ეს უნდა ყავდეს რა. სერიოზულია. მე მგონი დოქტორ კალიგარის კაბინეტი უკვე მივხვდით რაზეც არის. და გოდოს მოლოდინის სპექტაკლის სხვანაირად გავიგეთ რა. მურმანა დუმბაძე მაწყევარი მურმანი, რომელიც ხან კიბოთი და ხან ხელის გახმობით ემუქრებოდა ყველა ამომრჩეველს, ხან ნაც ამომრჩეველს, ხან კოძ ამომრჩეველს. ვიცა ორჩეველი არევას. ვაბჭე მე მგონი მურმან დუმბაძეს კოცი და ნაცი კი არა არჩევნები არევას. ამომრჩევლები არა, არჩევნების პროცესი არევასება. ამომრჩევლები არჩევნები. მე მგონი დემოკრატიის წინააღმდეგია. კი, სწორია, დავაი. წეულის პირველი შემთხვევა იყო მიშა სააკაშვილის დიდი უზარმაზარი პლაკატები გამოვიდა. მე ვიყავი ამ მიტინგზე სპეციალურად ჩამოსული ბათუმიდან, ვაკვირდებოდი ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ერთი ადამიანი, რომელიც იტყოდა რომ აი მიშას პლაკატი რატო არის? გესმის? ანუ ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი. ჩვენ ვჭირდება ყველა, მიშაც, ნიკაც, მურმანიც, ანაც, ყველა ვჭირდება იმისათვის, რომ ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ. და ამ
ამ ბიზინა ივანიშვილს ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრა და გავაკეთოთ ისე. მურმანი თუ ბაჩოს სახეზე აისახა, გაგვიტანეს? რა ანგარიშია? ერთ-ერთი. მეტი გოლი მოდის? მერაბ პეტრეველი. ჩვენ და ვინ გაიტანა? რომ ამ ოპოზიციას როგორც ჭამს ერთმანეთს, ხო? ამ სიტუაციაში მე ვფიქრობ, ჯობია რომ ბოლომდე დაჭამო. საბოლოო ჯამში გაირკვეს ვინ არის. იმიტომ რომ სხვანაირად აი ეს ერთიანობა ყოველთვის იქნება მყიფე. და ჩვენ ხო ხვდებით რომ ხა როცა ამას უყურებთ, ეს ერთიანობა დგას თიხის ფეხებზე. და როდის ჩამოიშლება არავინ არ იცის, ხო? იგივე მიხეილ სააკაშვილის უზარმაზარი ეგოს გამო, რომელიც მას აქვს, ხო? იქ ეგოები არავის არ აკლია აშკარად. არავის არ აკლია, მაგრამ ნუ ხო ეხა განსაკუთრებით, ხო ეხა სააკაშვილს. ეგოს როცა რაღაცა უმაგრებს ცოტა წარსული საფუძველს, უფრო ისე ხდება, გასაგებია. შესაბამისად, მე ვარ სამკუთარ თავზე წარმოგვენებით იქ ყველაზე. ამის ბარინა არ იყო ჩერგოლეიშვილი? ამან არ მისცა პუწიოკა სერიოზულ ძროსულ ცხოვრებაში? და ისიც არ ვარგა? ანუ იმასაც დიდი ეგოა, ვერ გავიგე. ძალიან კაი გადაცემა არა, მიდის ეგოების გაზომვა, ესენი არის ზომავები? რა ქვია მაგას? ბარომეტრი კი არა, ეგოს საზომ აპარატი. ეგოს საზომ აპარატია, არ უნდა რომ მიხვდე რა შეიკრიბა იქ. არა, ისე რა ქვია? ხო არსებობს ხელსაწყო. კი, მაგრამ კანონის ქვეშ არ მინდა მოვექცე და ეკა კვესტაძე. აი, ინტელექტუალი ქალებიო, ნაცებს არ ყავთო რო იძახდით. მეგობრებო, ნახევარ სიმართლე არ არსებობს. თუ სიმართლის თქმა გინდათ, თქვით ბოლომდე, სახელებით და გვარებით და ამით დამთავრდეს ეს ამბავი. სხვა შემთხვევაში ქმნით სპეკულაციების იმ დაუსრულებელ მორევს, რომელიც ითრევს თითოეულ ჩვენგანს. არა, მართალია, არ არსებობს ნახევრად ორსული, ან არის ორსული, ან არა. ესეც უნდა მიემატებინა და ვაფშე იქნებოდა სამკუთხედი. ვიციან ხოლმე სერგიამ და გუტაშ და არ იცის? და ძანდი არ იცის? ძად და უჩივლე. ძადი და უჩივლე. ძალიან მაგარია. ძად და კომენტარები ეკუთვნის. ამათ და გოიმობასთან მიმართებაზე გამახსენებ, გახსოვთ ის რო ქონდათ? რა იყო შეჯიბრი თუ ფლეშმობი ვიდეოს როდებდნენ ციცაკას რო ჭამდნენ და როდებდნენ ეგ არის არა იყო არ მიცეთო ზურაბიშვილს არ მიცეთ ხმა როგორც ჩვენ სამშობლოს სიყვარულში ციცაკა ჭამეთ და დაითუთქეთ პირები ეს იყო გარკვეულწილად ასკიზა როგორც ჩვენ ჰაგიოგრაფიაში რაც არის აღწერილი რომ წმინდანები ხო თვითგვემას მიეცემოდნენ და ამათ ესეთი მაზოხი ხო გარკვეული მაზოხი აი ცოტნე დადიანი რო ღმერთო ის ვადარებ რა მე უფრო არასწორი მომივიდა ანუ ვიტყოდი ვაფშე 50 Shades of Grey და Anastasia Steele მაგარი კაი ვალერი გელბახიანი არის საინტერესო ადამიანი მე-18 საუკუნის ტელევიზიაში კი არის და მე-18 საუკუნიდან გვერდდება მე-18 აი რო ამბობდით თქვენ მაყურებლებო რომ დროის პორტალი და რაღაცები არ არისო დრო უკუქცევადი არ არის აი თუ არა გავუშვით არა ოპოზიცია ვერ გაერკვა მოდი ახლა დავარქვათ დღეს რომ უპირდები ოპოზიცია კეკლუცო რატო უნდა დაველაპარაკო დამნაშავე ხელისუფლება იკეკლუცე მაშინ აჭერეთ არის ესე ცოტა ეშმაკურად უნდა უთხრა არის წად დაუჩივლე ყველაფერს უხდე მაშინ შენ თქვი რომ არის მე ვიტყვი წად დაუჩივლე აბა ბეჟაშვილი გავუშვით თუ უხდება ეს მემი ხო მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავისი განცხადებით წერტილი დაუსვა ანუ ჩვენ აღარ ვნახავთ გაგზელება სამსაკითხს ხო ნუ მე ვფიქრობ რომ გაგზელება არც იქნება არც უნდა იყოს იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფრის მომცემი არის რეალობაში ეხა ეს პოლემიკა ხო ნუ ხედავ ინტერესო იძახის სისულელს რა თქვა წერტილი დაუსვა ანუ აღარც აღარ იტყვის არ გვიდა გაუშვათ პავლენიშვილი გაუშვა შობელი 2 ვინა პავლენიშვილი კი ბატონო ვისი მშობელი რომ მიხეილ სააკაშვილი არ აქვს პატრონობაში იმყოფება, მას შეზღუდული აქვს ელემენტარული ასე ვთქვათ უფლებები პატიმრის, მას მაგალითად თავისი გუნდის წევრებთან შეხვედრის უფლება არ ჰქონდა, დარეკვის უფლება არ აქვს თემდე პარლამენტარული მასშტაბებში. ვაიმე, კაცმა პატიმრის უფლებები აქვს შეზღუდული და გუნდის წევრებთან. ერთწამ პირველ დღეებში მიშა როცა იყო თვეებში მაგას ვამბობ, თუ არ ვწდები 100 დღის განმავლობაში მიშამ ნახა 600 სტუმარი. ნუ დღეში რამდენიმე ათეულს სტუმარს იღებდა. რამდენიმე ათეულს არა, მაგრამ 1000-მდე სტუმარს იღებდა. ანუ ეგეთი პრეცედენტი არ ყოფილა კაც მარტოობის ისეთი
მარტოობის ისე ეშინია ადამიანს, რომ მეტი არ შეიძლება. მაგას თავიდან დღეში ჩემზე მეტი ვისა აქვს სოციალში აქტივობა 100-ჯერ მეტი აქტივობა აქვს ყველგან კომენტარებს წერს სტატუსებს აი ეხა გავუშვათ რასაც ქვია ერთწამი რა დავაანონსო ბაჩო აი სვედანები ეხა ნახე შეხედე ორი ტიპი არის და შეხედე იმენა სვედანები გავუშვით იგნორდი და მე ორი თავისთავად ეს რუციხის სხვადასხვა სართულზე მყოფი ადამიანები წერენ ერთმანეთს რაღაცა ეგ ძალიან საცდოებად გამოიყურება იცი საცდოებად გამოიყურება და არაფერს სხვად და ეგ ყველა საკთავის იმართლე მე მგონი მათ შორის ნიკამელიასაც ხო არა არ უარყოფილ მე არ გაურბივარ იმას რა ქვია პასუხის გაცემას ამ ამბავზე უბრალოდ მე მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა პირველადი და მეორეული საკითხები განვასხვაოთ ერთმანეთისგან ერთი და მეორე მე არა გავაჩერეთ არ უხდება ეს ჩემი ცნობილი მემი რომ არის არა ამან არის გია ჯაფარით და ეს მირდად პრაგმატიზმი და უფრო მეტი რეალიზმი არ უნდა იყოს ოპოზიცია დარჩენილი ქადაგებლის როლში ძველ საბერძნეთში, ძველ ათენში, ხო? სოკრატეს თავისი ადგილი ჰქონდა. არ გააჩეროთ, გავუჩვით. ბოლოში მაგართან მოს. ის რაც ჭირდება ამორჩეველს, ჭირდება სოკრატე თავის ადგილას, პერიკლე ჭირდება თავის ადგილას, ანუ იქ სადაც ვიღაცამ უნდა სიბრძნე იქადაგოს, იქ დარჩება სიბრძნის ქადაგებლად, იქნება სოკრატე, მაგრამ ხალხი ამავდროულად ითხოვს პერიკლეს, ითხოვს პოლიტიკოს, რომელიც ხო, პრაქტიკულ ადამიანს, რომელიც ის რას ვეჟა დეპრანჭებოდა ბიჭო? ხული კი რას ვეჟა დეპრანჭებოდა იმენა? პერიკლე და სოკრატეო ბიჭო, პერიკლე და სოკრატეო. რომელია თქვენი დედავატირე, რომელი ხარ მან სოკრატე და რომელი ხარ პერიკლე თქვენი უძღეული დედავატირე თქვენი. დედავატირე ხო არ არის? კაი. თაზო თაზონაშვილი. დათო თაზონაშვილი. თქვა ახსოვს ამ ბინძური ენის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამნერგავი არის ქართული ოცნება ანუ ჩვენ ახალგაზრდა მაყურებელს მინდა ერთი რამ უთხრა მე პატარა ვიყავი მაგრამ პოლიტიკის ყოველთვის დაინტერესებული და ძალიან ძიმე პერიოდს ვარ მოსწრებული ქართული პოლიტიკის და მიდევნებია თვალყური იგივე აი რაღაცა ახალ სამოქალაქო გამოვლილი თბილისის გამოვლილი საქართველოს პირველი პარლამენტი სადაც უბედურება ტრიალებდა მაგრამ საჯარო ენა მაშინაც კი აი მათ გასაკვირად ვიტყვი ვინც მაშინ ძალიან პატარები იყვნენ ან დაბადებულები არ იყვნენ მაშინაც კი საჯარო ენა იყო აკადემიური და საჯარო ენა არ ცდებოდა იმ ფარგლებს რა ფარგლებსაც გაცდა ყაველაშვილი რა შეურაცხყოფა არ არის დებილია ბიჭო რა ყაველაშვილი გაცდაო კაცო ყველაფერი გააკეთა ძველმა რუსთავიორმა სანამ ნაცების ხელში იყო და სანამ გვარამია მართავდა ყველაფერი მოხდა მან მე გავრცელდა ტევ პირველზე ბოლოს დაკანონება არა მხოლოდ გინების სიტყვაობის ბროწეულის წვენი ედო და ეს სისხლი არისო და ესე დაავლევა თქვენ სისხლსო და ამას ერთად გაკეთებული ბროწეული რეებს იძახდა აყვავებული აბა რატო იგინებოდა პირველ რიგში კაი არ გინდა ხო, კარგით, მეგობრებო. პირველ რიგში არ იგინებოდა, იქ იგინებოდა აქციაზე, შენ პირვადე რატო არ გიგავ? იგავი გავუშვა? მან ნაპიტოქში იყო ალბათ. კაპიტანი ყავს, კაპიტანი გავუშვია. მე არ მაინტერესებს და არც ხალხს არ აინტერესებს მე. დიდი მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ რა შოტია? ერთ-ერთი. ბატონო, იმედია მოვიგებთ. დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობს. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის ხვალამდე.